საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის მიერ დამტკიცებული რეზოლუცია პირდაპირ უკავშირდება ქართულ ოცნებას და ამ შემთხვევაში თავად ბიძინა ივანიშვილს ითხოვენ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას, მისი ქონების გაყინვას, ასევე იმ ბიზნესმენების სანქცირებას, რომლებიც კავშირში არიან ქართულ ოცნებასთან. ამ რეზოლუციაში ერთ-ერთი მთავარი ნაწილი არის ქართული ოცნების, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის ქართულ ბანკის SWIFT-დან გათიშვა კი პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო გადარიცხვებს უბრალოდ ვეღარ განახორციელებს. ბანკი ამ რეზოლუციაში ასევე საუბარი არის იმაზე, რომ დროულად დაუყოვნებლივ უნდა დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები, რა თქმა უნდა, დემოკრატიულ პირობებში და ცენტრალური საარჩევნო კომისია სრულად უნდა იყოს დაცლილი პოლიტიკური გავლენებისგან. საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი მოუწოდებს დემოკრატიულ მთავრობებს დაუყოვნებლივ დაუწესონ კოორდინირებული სანქციები ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, კომპანიებს და ხელშემწყობებს და გაყიდონ ივანიშვილის ყველა ქონება. მოუწოდებს დემოკრატიულ მთავრობებს მიიღონ ზომები ივანიშვილის ქართულ ბანკის SWIFT-დან, MasterCard-დან და ვიზას ქსელიდან გასათიშად და დაუწესონ სექტორული სანქციები ბიზნესებს, რომლებიც მხარს უჭერენ რეჟიმს, განსაკუთრებით სპილენძის მადნებისა და ფერადი ლითონების სფეროში. საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი მოუწოდებს ქართულ ოცნებას დანიშნოს კონკრეტული თარიღი ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკური ჩარავებისაგან თავისუფლად იმოქმედებს. საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის წევრია უკვე წლებია ოპოზიციური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ისინი ესწრებოდნენ დღეს ამ ძალიან მძიმე რეზოლუციის დამტკიცებას. რეზოლუციაში ასევე საუბარია იმ პირების პასუხისმგებლობაზე, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებიან და უმძიმეს დაზიანებებს აყენებენ აქციებზე სამოქალაქო აქტივისტებს. ყველა სასახად აღიარებს და აცნობიერებს, რა დიდი ზიანი მიაყენა ქართულმა ოცნებამ და მის ლიდერშიპმა, ქართულ სახელმწიფოს, რომ ეს არის მეღალატეობრივი უკეთება, რომაც დაამყარეს საქართველოში დიქტატურა და შესაბამისად რეზოლუცია ცალსახად მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ამისთვის ქართულმა ოცნებამ უნდა გადაიხადოს ფასი, კონკრეტულად დაწესდეს სანქციები, თუ განხორციელდეს სხვადასხვა ფისკალური ასე ვთქვათ სანქციები მათ მიმართ, რათა მათ გადაიხადონ ფასი, მათ უღალატეს ქართულ სახელმწიფოს, მათ უღალატეს საქართველოს ევროპულ მომავალს და შესაბამისად ისინი უნდა დაისაჯონ ამის გულისთვის. დღევანდელმა რეზოლუციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რამდენად დიდი მხარდაჭერა აქვს ქართულ ხალხს დასავლელი პარტნიორებისგან და არ არის გამორიცხული, რომ ვიხილოთ უფრო მწვავე რეზოლუციები ბიძინა ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნით.